ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სასტიკი, საშიში, ამავდროულად გავლენიანი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია. რა მიზნები აქვს ISIS, რომელიც სირიასა და ერაყში 100,000 მებრძოლს აერთიანებს და სუნიტი მუსლიმების გარდა არავის ინდობს. როგორ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელმაც მასშტაბებით ალ-ქაიდასაც გადააჭარბა, რა კანონებით მოქმედებენ სუნიტი ჯიჰადისტები, რომელთაც ეგრეთ წოდებული სახელმწიფო და საკუთარი მართვის სისტემა შექმნეს. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს და დგას თუ არა საშიშროების წინაშე საქართველო. ნიკა მოლოდინაშვილი გიამბობთ. მსოფლიოში ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო 2014 წლის 30 ივნისიდან საკუთარ თავს ისლამურ სახელმწიფოს უწოდებს. დასავლეთ ერაყისა და აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ამირა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ხალიფად გამოცხადდა, რომელიც ამ დრომდე ტერორისტების ლიდერად რჩება. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო რადიკალურ სუნიტურ ტერორისტულ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელსაც მხარდაჭერას რამდენიმე მსხვილი ტერორისტული ჯგუფი უცხადებს. მათ შორის აზიაში მოქმედი აბუ საიაფი ჯამაათ ალ-ისლამია და აფრიკაში მოქმედი ბოკო ჰარამი. ისლამური სახელმწიფო ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან საკუთარი სისასტიკით და ხელწერით გამოირჩევა. ტერორისტები მიიჩნევენ, რომ დადგა დრო, რომ ისლამური სამყარო გაერთიანდეს ჩაგვრელი ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ და მათ ბრძოლით მოიპოვონ მსოფლიოზე გამარჯვება. მათ მიზანს საუკუნეების წინ არსებული სახალიფოს აღდგენა წარმოადგენს. საკუთარი იდეის რეალიზაციისათვის ისლამური სახელმწიფო დაუპირისპირდა სხვა ტერორისტულ ჯგუფებსაც, მათ შორის ალ-ყაიდას. ღია მიზანი ეს არის თავისი საზღვრების აღდგენა, რომელიც ჰქონდათ მე-18 საუკუნეებში, მე-13 საუკუნეებში ისლამური ხალიფატი, ეს არის ესპანეთიდან ვიდრე ინდოეთამდე. ეს არის ღია მიზანი. ანუ ყველა იმ ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვება, სადაც პირველ რიგში მუსულმანური მოსახლეობა არსებობს. მაგრამ ეს არის ესე თქვა ფორმალური მიზანი. მთავარი არის რევანში. ეს არის სენი, რომელიც ტრანსფორმირებას მარტივად ახდენს. არ იქნება ხალიფატი, იქნება სხვა ორგანიზაცია, როგორც ალ-ყაიდა შეცვალა ხალიფატმა. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები სუნიტების გარდა ყველა მუსლიმურ მიმდინარეობას ემიჯნებიან და თვლიან, რომ მათ გაერთიანებულ ისლამურ სახალიფოში არაფერი ესაქმებათ. სწორედ ამ დამოკიდებულებით მათ კონტროლირებად ერაყისა და სირიის ტერიტორიების ნაწილზე ქრისტიანების, იეზიდების, გრიგორიანელების გარდა თავად შიიტ მუსლიმებსაც სიკვდილით სჯიან. მათ კი ვისაც ისინი ცოცხლად ტოვებენ, ყიდიან, ამონებენ ან გადასახად ეგრეთ წოდებულ ჯიზიას ახდევინებენ. სიკვდილმის ჯილთა სიაში ხვდება ყველა ის მუსლიმი, რომელიც სხვადასხვა მუსლიმურ სახელმწიფოში არა შარიათის კანონების, არამედ ადამიანის ხელით შექმნილ სამართლებრივ სისტემას უპირატესობას ანიჭებს. ტერორისტები არ ინდობენ, არც არასრულ წლოვნებს მოზარდებს. ბოლო წლების განმავლობაში მცირეწლოვანების სიკვდილით დასჯის არაერთი ვიდეო მასალა გავრცელდა. ეს არის უკვე მოქმედება არა განყენებული მიზნებისათვის, არა რაღაც შორეული პერსპექტივისათვის, არამედ კონკრეტულად მათთვის არა ხელსაყრელი მთელი რიგი რეგიონების და ქვეყნების მათთვის არა ხელსაყრელი მოსახლეობისგან განწმენდისაკენ. ეს პირველ რიგში გამოიხატება მასობრივ მკვლელობებში ამ მოსახლეობისა. 100,000-ობით მუსლიმი, ქრისტიანი, იეზიდი თუ გრიგორიანი სირიასა და ერაყში მხოლოდ მათი აღმსარებლობის გამო იდევნება და არაერთი მათგანი უკვე დასაჯეს სიკვდილით. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები აქტიურად ვაჭრობენ მონებით. ისლამური სახელმწიფოს მიერ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა. მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვილაიეთის შექმნის შესახებ განაცხადა, ისლამური სახელმწიფო ახლა უკვე კრემლის აღებით და მთლიანად კავკასიის დაპყრობით იმუქრება. ექსპერტების შეფასებით, საფრთხე იმისა, რომ მუქარა საქართველოსაც შეეხოს, სავსებით რეალურია. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ მოხვედრილი. მაგრამ რა თქმა უნდა არ არსებობს რაღაცა განსაკუთრებული პანიკის საფუძვლები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტერორიზმი არის მოვლენა, რომელიც დამყარებული არის მოულოდნელობის ეფექტზე. ამიტომ ხელისუფლება, სათანადო ორგანოები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ სათანადო მუშაობა ჩაატარონ იმისთვის, რომ
არსებობდეს მსგავსი მოვლენების პრეცედენტი, შექმნის პრეცედენტი საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კავკასიური ვალაიეთი. აქედან გამომდინარე, უკვე თავისთავად საფრთხის ქვეშ ვართ და კავკასიური ვალაიეთი ჩრდილოეთ კავკასიურ ვალაიეთს არ ნიშნავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურჯისტანის ვალაიეთიც შეიქმნა. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არაფერი განსხვავება არ არის. უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი თანაუგრძნობს ხალიფათს. მეორე ის, რომ თანაგზობის გარდა მონაწილეობს ამ სამძღოლო მოქმედებებში. ისლამური სახელმწიფო გავრცელებული ინფორმაციით სირიასა და ერაყში 100,000 მებრძოლს აერთიანებს. იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფსევდო-სახელმწიფოებრივი ფორმები, პირობითი დედაქალაქი, გეოგრაფიული საზღვრები, მართვის სისტემა, საკუთარი წარმოება, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა.